ქართული ოცნება ესტონეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს პასუხობს მმართველ გუნდში. ამ ფაქტს ევროპელი ქვეყნების მხრიდან გამოვლენილ მორიგზე წოლა დაფასებენ და ამბობენ, რომ სანქციები არავის აშინებს. ესტონეთმა სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ 19 მაღალჩინოსანი შეიყვანა. მათ შორის არიან გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორები, მოსამართლეები და უმრავლესობის წევრები. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით მითითებული პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ამ დროისათვის ჯამში ესტონეთის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს 102 მოქალაქისთვის არის დაწესებული. სანქციებით ჟონგლიორობა დასჯის მცდელობები ქართული ოცნების გუნდის წევრებს არ აგვაღებინებს ხელს, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაზე, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებების, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად. ეხლა უნდათ რამდენიც უნდათ იმდენი სანქცია დააწესონ, რამდენიც უნდა იმდენად შევახონ ადამიანის უფლებები, სხვათა შორის, რომელთა დასაცავად პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ მოწოდებულები.